რუსეთის ომი უკრაინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომის მორიგი განსახილველი საკითხი იყო. გაეროს მაღალჩინოსანმა ომის მონაწილე მხარეებმა და შეერთებული შტატების წარმომადგენელმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ შემაშფოთებელ სტატისტიკასა და საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. რადგან ეს ომი გრძელდება და მისი დასრულების სავარაუდო დროც არ ვიცით, ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. შეშფოთებულები ვართ უკრაინის მოსახლეობის განუწყვეტელი ხოცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უწყვეტ ინგრევით. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, გასული წლის თებერვლიდან დღემდე თითქმის 10,000 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 18,000-ზე მეტი მძიმედ დაშავდა ამ ომის შედეგად. ეს ოფიციალური რიცხვებია, რეალური მაჩვენებელი კი უფრო მეტი იქნება. ბევრი ცნობა ჯერ კიდევ არ არის შეგროვებული იმ დასახლებებიდან, სადაც უშუალოდ ამ დრომდე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. უკრაინის რეგიონები ხარკივი, ხერსონი, ზაპოროჟიე, სუმი, ჩერკასი, დონეცკი და ლუგანსკი კვლავ სასტიკი დაბომბვის ქვეშ რჩება. შემაშფოთებელია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ცივი ზამთრის დადგომის ფონზე კიდევ უფრო დაუცველს ტოვებს. ამ წლის 1 ნოემბერს კი უკრაინამ მასშტაბური შეტევა განიცადა. 24 საათის განმავლობაში უკრაინის 10 რეგიონში 118 დასახლება გახდა დაბომბების სამიზნე, რასაც მსხვერპლი მოყვა. ჩვენ ყველა სახელმწიფოს მოუწოდებთ შეასრულონ გაეროს წესდების დასაცავი ნორმები. ეს დამანგრეველი ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. უკრაინის შეიარაღებაში და კონტრშეტევებში დასავლეთს კვლავ ადანაშაულებს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია. უკრაინის მიერ თავის დასვაში პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთი მტრულ დამოკიდებულებას უწოდებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს მასიურად უტევენ. ამას კი ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით აკეთებენ. ჰაიმარსის რაკეტებით როგორც ქარიშხალი, ისე უტევენ სამოქალაქო ობიექტებს. შენობების გარდა რაკეტები ასევე ხვდება ხალხით სავსე ავტობუსებს. აქ წარმოადგინე ასეთი შემთხვევებისას დონბასში გადაღებული რამდენიმე ფოტო. გაეროს სამსხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინისა და მისი პარტნიორი შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც. მათ რუსეთის ფედერაცია სასტიკი ომის სასტიკ მეთოდებში დაადანაშაულეს. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში, სადაც ეგრეთ წოდებულ ვლადიმერ ჟოგას უპილოტო სისტემების რესპუბლიკური ცენტრი მდებარეობს, მაღალი სიზუსტის დარტყმით შევძელით მისი განადგურება. ამ სამხედრო ცენტრს ოკუპანტები კამიკაძე დრონების წარმოებისთვის და სხვა სამხედრო სასწავლო ღონისძიებებისთვის იყენებდნენ. რაც არ უნდა ეცადოს, რუსეთი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მას ეკისრება საბოლოო და მთავარი პასუხისმგებლობა მის მიერვე წამოწყებული ომის შედეგებზე. სამწუხაროა ამდენი მსხვერპლი. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე სამსჯელოდ გაეროში პერიოდულად იკრიბებიან სახელმწიფოების წარმომადგენლები. ღია სხდომის გარდა მხარეები დახურულ კარს მიღმა ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს, საიდანაც საუბრის დეტალებზე არ ამისაუბრობს. ომი კი გრძელდება.